მოდით ვითამაშოთ ვიქტორინა დედამიწის დღის შესახებ. პირველი შეკითხვა: რატომ არის მნიშვნელოვანი ხეების დარგვა? სწორი პასუხია, რომ ხეები გვაძლევენ ჟანგბადს, რომელიც აუცილებელია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის. მეორე შეკითხვა: რა მოხდება, თუ ყველა ადამიანი ნაგავს მიწაზე დააგდებს? რა თქმა უნდა, დედამიწა დაბინძურდება. ცხოველები დაავადდებიან, ჩვენ თავად გავხდებით, ბუნება კი აღარ იქნება ლამაზი. რატომ უნდა დავზოგოთ წყალი? სუფთა წყლის რაოდენობა დედამიწაზე უსასრულო არ არის და შეზღუდულია. ბევრ ადამიანს და ცხოველს სჭირდება წყალი, თუ მას ვთქვანგავთ, მომავალში აღარ იქნება საკმარისი. ამიტომაც დახურეონ კანი და წყალს ნუ გავთვალგავ. როგორ ვეხმარებით ნაგვის და ხარისხებით დედამიწას? ქაღალდი, პლასტმასი და შუშა შეიძლება ხელახლა გამოვიყენოთ. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები ნაგავი მოხდება ბუნებაში და ასე გარემოც უფრო სუფთა და ჯანსაღი იქნება. მეხუთე შეკითხვა: რატომ არის ცუდი პლასტმასის ნივთების ზღვაში ჩაყრა? თევზები და ზღვის ცხოველები ფიქრობენ, რომ პლასტმასის ნივთები საჭმელია. ისინი შეიძლება დაიხრჩონ ან დაავადდნენ, ასე რომ ნუ გადაყრი ნაგავს ბუნებაში. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ყოველდღე დედამიწის დასახმარებლად, თუ ჯერ მხოლოდ ბავშვები ვართ და არა ზრდასრულები? გამორთო შუქი, როცა არ გჭირდება. გამოვიყენოთ ნაკლები პლასტმასის ნივთი. ვიაროთ ფეხით, ველოსიპედით ხშირად. ზრუნავთ მცენარეებზე. დავრგოთ ყვავილები და ასე შემდეგ. მეშვიდე შეკითხვა და ეს ბოლო შეკითხვაა: რატომ არის მნიშვნელოვანი ყვავილებისა და მცენარეების დარგვა? ისინი ფუტკრებსა და პეპლებს ეხმარებიან, აძლევენ საჭმელ ცხოველებს, ასევე ალამაზებენ გარემოს. დაგვიწერე კომენტარებში, რამდენი სწორი პასუხი დააგროვა და გილოცავთ დედამიწის დღეს, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა. დროებით!